მოგესალმებით ყველას, დღეს მინდა გელაპარაკოთ მართვის მოწმობის გამოცდასთან დაკავშირებულ საკითხებზე, რომელიც უშუალოდ მოიცავს გამოცდის ჩაბარების გამარტივებას. მოდი ხა დაწვრილებით გეტყვით ამ ყველაფერს, მოკლედ, ძალიან დიდი ტექსტებით რო არ ვილაპარაკო. აქამდე გიწევდათ თეორია, უცვლელი რჩება თეორიის ჩაბარება, მოედნის ჩაბარებაც უცვლელი რჩება და რა თქმა უნდა, მესამე ეტაპი ქალაქის ჩაბარებაც უცვლელი რჩება, მაგრამ რაღაც საკითხები გამარტივდა და მინდა მოგიყვეთ ამ საკითხებთან დაკავშირებით. ესე იგი, თუ თქვენ აბარებდით თეორიას და 30 კითხვიდან 27 კითხვისთვის სწორი პასუხი უნდა გაგეცათ, ეს კანონი შეიცვალა. 30 კითხვიდან 25 კითხვას თუ სწორ პასუხს გაცემთ, უკვე ჩაბარებული იქნება თეორიული გამოცდა. თეორიული გამოცდის შემდეგ მოედანი უშუალოდ ჩვეულებრივად ჩასაბარებელი გექნებათ, ანუ არაფერი არ შეცვლილა, უბრალოდ გორში, ბათუმში და ასე შემდეგ რაღაცეები უფრო გამარტივდა, ვიდრე აქამდე იყო და ქალაქის გამოცდები გახდა უფრო მარტივი ჩასაბარებლად. ეხლა რა მხრივ, ანუ თუ თქვენ თეორიას და მოედანს ჩააბარებთ, იმავე დღეს ჩაბარებიდან მომსახურებების სააგენტოში შეგიძლია უკვე თქვენთვის სასურველი დრო მიუთითოთ ქალაქის გამოცდის რეგისტრაციას. ამიტომ აღარ იქნება გაწელილი ქალაქის გამოცდის რეგისტრაცია და მალევე შეგიძლია დარეგისტრირდეთ. ეხლა რაც შეეხება ნუეზებთ მარტივ ქალაქებს გამოცდის ჩასაბარებლად, ტარება უნდა ისწავლოს ყველამ, რომ კულტურა დაითესოს ქალაქში. თუ კულტურა დაითესება ქალაქში, ძალიან კარგი მოძრაობა გვექნება საქართველოში და ზოგადად თბილისშიც. ამიტომ სასწაული მაინც გექნებათ, გამარტივებული გზების მოძიებას შეეშვით, ისწავლეთ კარგად და ყველაფერი იქნება ძალიან კარგად. ეხლა რაც შეეხება ქალაქის გამოცდას. როდესაც თქვენ ქალაქის გამოცდას აბარებთ, გარკვეული რაღაც შეცდომის დაშვების შემდეგ დრო მოგეცემათ, რომ ეს გაანალიზოთ მოძრაობაშივე და გამოვასწოროთ თქვენივე შეცდომა. მაგალითად, თუ დიდხანს მოუნდით მეორე ხარისხოვანი გზიდან ქალაქში გასვლას, მთავარგზაზე გასვლას, რაღაც საავარიო სიტუაცია შექმნით, მაგრამ თქვენივე მეთოდებით და თქვენივე რეფლექსებით გამოვასწორეთ ეს ყველაფერი. ასევე კიდე რაღაც უშუალო საკითხები არის იმის, მაგალითად, თუ თქვენ რაღაც ისეთ შეცდომას დაუშვებთ, რომელიც აქამდე ჩამჭრელი იყო ეგრევე, ეხლა აღარ იქნება, ანუ საფიქრებელი უფრო დროის თემაში უფრო მეტი გექნებათ და უფრო შეგეძლებათ გამოვასწოროთ თქვენი შეცდომები და უფრო მარტივად შეგეძლებათ ეს ყველაფერი გადავახოთ, ვიდრე დაძაბულები იჯექით საჭესთან. რაც შეეხება მსუბუქ შეცდომებს, იყო 11 მსუბუქი შეცდომის დაშვების უფლება და მე-12-ზე იჭრებოდით გამოცდაზე. ეს მსუბუქი შეცდომები გაიზრდება 15 მსუბუქ შეცდომამდე. რაღაც ეტაპზე კარგია ეს, რა თქმა უნდა, ამიტომ 15 მსუბუქ შეცდომას რო დაუშვებთ, უკვე გამოცდაზე არ იქნებით ჩაჭრილი, მაგრამ მე-16 მსუბუქი შეცდომის დაშვების შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ჩაგჭრიან. ამიტომ ეს ყველაფერი რომ გამარტივდა, ეგ იმას ანიშნავს, რომ თქვენ არ ისწავლოთ, პირიქით უნდა ისწავლოთ კარგად, რა თქმა უნდა, შეცდომის გაანალიზებაც უნდა შეგეძლოთ და შეცდომის გაანალიზების საფუძველზე და კარგად სწავლების საფუძველზე შეგეძლებათ გამოცდის ჩაბარება. ანუ ისწავლეთ კარგად მართვა, კი, კარგია გამარტივდა, უფრო მეტი ჩააბარებს ამის შემდეგ, მაგრამ ეგ იმას ანიშნავს, რომ თქვენ კარგად არ ისწავლოთ და ფეხებზე დაიკიდოთ ქალაქში მანქანის მართვა. ძალიან დიდ საფრთხეს მოიცავს ქალაქში მანქანის მართვა, წამის მიასეთში ხდება ყველაფერი და ძალიან კარგი იქნება თუ საფუძვლიანად მიუდგებით ამ საკითხს და არა ისე რომ ჰაერზე ვისწავლო და მართვის მოწმობა მინდა უბრალოდ მედოს სახში და მანქანის ტარება რა თმინდა, არა. პირიქით ისწავლეთ კარგად, გამოიმუშავეთ რეფლექსები, გამოიმუშავეთ მხედველობა, გაბარიტები და ასე შემდეგ, რომ მანქანა მართოთ იდეალურად და საავარიო სიტუაციები არ შექმნათ ქალაქში მოძრაობის დროს. თქვენ თავსაც რა თქმა უნდა გაუფრთხილდეთ და ასევე უნდა გაუფრთხილდეთ სხვასაც, რომ წამის მიასეთში რაღაც უბედურება არ მოხდეს. ამიტომ გამარტივებულ საკითხებსაც რა თქმა უნდა მალე ნახავთ უკვე ოფიციალურად საიტზეც. წარმატებებს გისურვებთ ყველას.